მოგესალმებით. დღეს უკვე წარმოგიდგენთ გავიწოროთ რაღაცები. პრადოს მომზადების მეორე სერიას. ეხლა ეს ვიდეო როცა დაიდება პირველი სერია უკვე დადებულია, რაღაცები უკვე გაკეთებული მაქვს, რაღაცები დამრჩა გასაკეთებელი. ეხლა კონკრეტულად მივდივარ ხელოსანთან, სადაც მოხდება მანქანის აწევა. ანუ ლიფტავთ 5 სანტიმეტრით, დაახლოებით 5 სანტიმეტრით, წინ სადღაც 5 გამოდის და უკან 4, დაახლოებით სტანდარტულ სიმაღლეს, ასე ვთქვათ, შევინარჩუნებთ, ან მანქანა უკანა მხარეს ცოტა აწეული არის ხოლმე, ზოგადად პრადოების სტანდარტულად იგივე შეფარდებით დადგება, უბრალოდ აიწევა 5 სანტიმეტრით ჯამში ორივე მხარეს. რაში გვჭირდება აწევა? იმაში, რომ დავაყენოთ 33-იანი საბურავები, იმიტომ რომ დავაყენეთ წინა მხარეს ეგრეთ წოდებულ მუდ ფლაპებს, ანუ კრილოს უკან, რაც დგას ტალახის ამრივი, მაგას ედებოდა. ჯერჯერობით ამ ეტაპზე ლიფტავ ეგრეთ წოდებული სპეისერებით, ანუ ესეთი სადებების დადებით, ეხლა მივდივარ გია ხიდაშელთან, ვისაც მე დაგჭირდებათ საკონტაქტოს მოგცემთ გია აკეთებს ყველაფერს, ჭდება 500 ლარი, თავის ხელობიან მასალიან ყველაფრიანად, ნიკას ფორანერი თეთრი მან ყავდა დალიფტული, მე კიდე რამდენიმე ადამიანი გავუშვი, გიას ვინც იცნობთ ან არ იცნობთ, ძალიან კარგი და გამოსილი ხელოსანია, ერთ-ერთი მინუსი არის ის, რომ სურიგები აქვს და ლოდინი მოგიწევთ ხოლმე, მეც ეხლა რაღაც წინა კვირაში ჩავეწერე და ერთი კვირის და რამდენიმე დღის თავზე მომიწია მოსვლა, მაგრამ დამიჯერეთ, ანუ ღირს დალოდებათ ნავდით. ასევე მადლობა მინდა გადაგიხადოთ ყველას, ვინც გვიყურებს, ალაიქებს და გვიწერს კომენტარებს. კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დააკომენტაროთ აქ. ეხლა რომ მივალ, იქ არ ვიცი რის გადაღების საშუალება მექნება, ისია რომ კითხავია თუ რაიმე რა ხდება, გადავიღოს თუ იქნა საშუალება რომ გადავიღო, გადავიღებ. თუ არ იქნა საშუალება რომ გადავიღო, არ გადავიღებ და არ მეჩხუბოთ, პირდაპირ განახებთ დალიფტულ შედეგს. სამწუხაროდ დამოვიზღნა და ვერ წამოვიღე ეგრეთ წოდებული მეტროიანი, გამეზომა რა სიმაღლეებზე დადგებოდა, მაგრამ არა უშავს სიტყვაზე მენდეთ რომ 5 სანტიმეტრით აიწევა და მე 33-იანი საბურავი რო შევა, მე ხო მაინც დაიჯერებთ რომ აღარ მოედება არაფერს. აი წავედით მოკლედ გიასთან, იქ ვეცდები რომ გარედან გადავიღო ერთი კადრი მანქანის, რომ განახოთ როგორ მდგომარეობაში ახლა და რომ გამოვა, მე კიდე ერთს გადავიღებ უკვე დალიფტულზე, რომ ვიდეოზე ჩანდეს თვალსაჩინო შედეგი. აი წავედით. აი ასე გამოიყურება მანქანა, მაგრამ თუ ხედავთ, უკანა მხარე ასე არის აწეული, წინა მხარე ისეა. სხვათა შორის ჯალამბაი რომ დავაყენე, წინა მხარემ საკმაოდ დაიწია. მინიმუმ 1 სანტიმეტრით მაინც. ასე რომ წამოწევა ყველა ვარიანტში გვჭირდება. ესე იგი, ახლა გვაქვს რამდენი? 75 აი აქედან და დისკიდან ახალზონა. კი ბატონო. 75 აქამდე. 75. ასე იგი, უკანა მხარე არის იგივენაირად გადაზომით 80 სანტიმეტრი. აქამდე დისკის ქვედა ნაწილიდან. აბა ნახოთ ახლა რამდენი გამომია. დაახლოებით ასე დაილიფტება. აქავე და 80. 79-ზე დაგვრჩება რა ზვალის რო გასწორდა. შვენიერია. ესე იყოს. კი. მოგობრალო, მოკლედ დავტოვე პრადო დასალიფტად გიასთან. კი ნახეთ ზომები ავიღეთ. დაახლოებით როგორ უნდა გამოვიდა, კი ვთქვით. ესე იგი, დაახლოებით 5 სანტიმეტრზე დაილიფტება წინ, 4 და 5 სანტიმეტრამდე და 4 სანტიმეტრი იქნება სავარაუდოდ უკან. რომ მორჩება, რა თქმა უნდა, მე მივალ და კიდე გადავიღებ. ხო, რა მინდა ვთქვა, დავამატო, ანუ დალიფტვის საშუალება არის ორნაირად. ერთი არის, რომ ამორტიზატორის ზედა სამაგრზე ედება ეს ეგრეთ წოდებული პრასტავკა, რასაც ვეძახით ამ პრასტავკას, მთლიანი სიმაღლის, ანუ 2 სანტიმეტრი ნახევრიანი, რაც ჯამს გვაძლევს 5 სანტიმეტრი ლიფტს. მეორე ვარიანტი არის, რომ ზედა სამაგრზე ედება რაღაცა ზომის და ასევე ამორტიზატორის ქვევით აქ თავისი დასამაგრებელი, რაზეც პრუჟინა იდება, მაგ ადგილას იდება კიდე მეორე ნაწილი. ანუ ეხლა ვაკეთებთ ჩვენ ეგრე, ანუ ორ ნაწილად ვლიფტავთ, ასე ვთქვათ, ქვევითაც ვდებთ და ზევითაც ვდებთ, რომ საერთო ჯამში ცალი მხარე არ გადაგვეჭიმოს ძალიან. ანუ ორივე მხრიდან არის შესაძლებელი, მაგრამ ერთი მხარე ძალიან გადაჭიმოს, ეგ უფრო კარგი ვარიანტია, ასე ვთქვათ, ეკონომიური ლიფტის ვარიანტი. ეხლა რაც ვაკეთებთ, ყველამ კარგად იცით, რომ ეს არის ეკონომიური ლიფტი. კარგი ლიფტი და სწორი და რაც წელები გაძლებს არის დაკიდების სისტემის შეცვლა და არა არსებულ დაკიდების სისტემაში ხელის ფათური. მაგრამ ნუ ჯერჯერობით ესე გადავწყვიტე, სამომავლოდ დაგეგმილი მაქვს, რომ ზოგადად გადავიდე კარგ დაკიდების სისტემაზე. არ ვიცი ახლა რომელი დაკიდების სისტემას ავირჩევ, მაგას ვნახოთ მე მომავალში როგორი მდგომარეობა იქნება, მაგის მიხედვით გადავწყვიტავ. ამ ეტაპზე ვნახოთ რას იზავს სტანდარტული დაკიდების სისტემა თავის ლიფტთან ერთად. კაი,
დანარჩენი შედეგები რო გამოჩნდება, მე მაგას განახებთ უკვე როგორი გამოვიდა. მეგობრებო, მოკლედ დავლიფტეთ გიასთან, უბრალოდ ვეღარ გადავიღე, იმიტომ რომ დაგვაღამდა და გარეთ ისეთი კადრები იყო, რა აზრი არა, არაფერი არ გამოჩნდებოდა და რაც შეეხება სიტყვიერად რომ გითხრათ, ზუსტად ისე გამოვიდა, როგორც გვინდოდა. წინა მხარეს გამოვიდა 93.5-დან 84-მდე, ამ დაილიფტა ზუსტად 5 სანტიმეტრი. რაც შეეხება უკანა მხარეს, გამოვიდა 88.5-დან 89 სანტიმეტრამდე. ანუ დაილიფტა 4 სანტიმეტრი. დადგა სტანდარტულ რეჟიმში, როგორც სტანდარტული დგას, პრაქტიკულად იგივენაირად არის, ანუ უკანა მხარე არის 4 სანტიმეტრი ძევით, ვიდრე წინა მხარე. ზოგადად ამ მოდელ პრადოებში, პრინციპში რანერებშიც, JX-ებშიც და 200-ებშიც ესეა, რომ უკანა მხარე უფრო მაღლაა, ვიდრე წინა. შესაბამისად, ჩვენც დავტოვეთ ქართულად, ანუ მე წინა რაღაცა ამოვარდნილად რჩება ხოლმე. ეს ნაწილით დასრულდა, ეხლა გადავალ მე მომზადების შემდეგ ნაწილზე. წავედით. როგორ ხართ? აღარ მოგესალმებით, რომ მე მეუნებიან ძალიან ბევრი რესალმები ერთი ვიდეოს განმავლობაში, ამიტომ არ გესალმებით. ვაგრძელებთ პრადოს მომზადების მეორე ნაწილია, ამერია უკვე, მანქანების მომზადების ნაწილები ამერია. მე მგონი მეორე ნაწილია, ხო? მეორე ნაწილს მგონი, ან მესამე ნაწილს თუ ამერია. და ან გაიწელა ეს მომზადება, რომელიც არ არის დამოკიდებული ჩემზე, ჩემი მიზეზებით არ გაწერილა. მე მოტივირებული ვიყავი რომ მანთავრებინა, მაგრამ ჯერ კიდევ ველოდები ნაწილებს რუსთავში ბიჭებისგან, ამასობაში კი გავიდა თითქმის 1 თვე. რაც არ არის პატარა დრო, მინდა აქვე აღნიშნო, ანუ არასტანდარტულ მანქანაზე გაკეთების დროები შედარებით მეტია. ვინმეს თუ გინდათ გაითვალისწინოთ. არასტანდარტული, იმიტომ რომ ფორანერისგან განსხვავებით ქვედა სამაგრები და ეგრეთ წოდებული ძალოვანი პაროგები ცოტა სხვანაირად დგება ამაზე და ანუ პირდაპირ შაბლონი არ მიდის. შაბლონი თუა ერთი კვირა და 10 დღე უნდა ხოლმე, კვირა და ერთი კვირა 10 დღე უნდა ხოლმე. ამას შესაბამისად ცოტა კაი დიდი ხანი დაჭირდა. ეგ ერთი ნაწილი და მეორე ნაწილი ახლა დღეს რატოც ვარ აქ არის ის, რომ ანუ მანქანის მომზადების დროს ჩემთვის ყოველ შემთხვევაში არის ხოლმე ერთი ეტაპი, რომელიც არის ყველაზე სასიამოვნო და ხვალე არის ეგ ყველაზე სასიამოვნო ეტაპი ჩემთვის და ყველა ერთად ვნახავთ თუ რაში გამოიყურება ეს სასიამოვნო ეტაპი. ახლა უნდა წავიდე მანქანა დავცვალო, უკან წამოვიღო ჩემი ფეფენა დისკები, რომელიც ადრე ვიყიდე JX-ისთვის, გარაჟში მედო ამდენი ხანი არ დამიყენებია არც ერთ მანქანაზე. ამ JX-ისთვის ვიყიდე, მე ფორანერი მყავდა, მე ისევ JX და ახლა პრადოზე ვაყენებ, ხო მაგარი ისტორიაა. კი ბატონო. შესაბამისად, ახლა ეს დისკები უნდა ჩავალაგო მანქანაში, ხვალე წავიდე, საბურავები დავაყენო ზედ და მივაყენოთ მანქანაზე. ვაყენოთ 33-დან საბურავებს, დეტალებს ყველაფერს ხვალე ნახავთ და გეტყვით, ახლა უბრალოდ დისკები უნდა ჩავდო საბურგულში, რომ ხვალე მაგისთვის მზად ვიყო. ამასობაში სანამ მანქანის მომზადებაზე გაჩერებული ვიყავი და ველოდებოდი, პირიქით უკან დავიხიე მომზადებაში, იმიტომ რომ უკან მხარეს დამარტყეს და გაღუნეს ნახევრად ჩემი მანქანა. განახებთ ახლა და გამიკეთეს. ჩემი მომზადება უკან წავიდა, იმიტომ რომ ესაც გასაკეთებელი მექნება ახლა. ეს კარები გაიგუნა, ის შეიგუნა შიგნით და ახლა ამის სწორება და აღებოა და უბედურებაში რა 1-2 კვირა მინიმუმ წამივა ალბათ. ნუ რას ვიზოთ, რაცა ეგა. კაი, წავიდი ხა ბაგაჟნიკი ჩამოვცალე უცებ, ახალი დისკები შევცალე და მე გავაგრძელოთ მოგზაურობა. ჩალაგდნენ სილამაზეები ჩავალაგე და ხვალე გავეშურები ამეების დასაკეთებლად. აბა თქვენი კომენტარი დაწერეთ სანამ დავაყენებთ. მოუხდება? მე მგონი მაგრამ მოუხდება. ბოლტები მაქვს საკიდელი. ნახეთ. ხედავთ აქ როგორი კონუსური მიმართულება აქვს. ამისი ქართული ბონტი არის შაიბით. ალუმინი დისკისთვის გათვლილი, ქართული ალუმინის დისკისთვის გათვლილი. რომელიც არ მიდის იმ ბოლტებზე. რო ვიყიდი ბოლტებს, მე განახებთ რატო. მეგობრებო, მოვედით, როგორც გითხარით, საბურავების შესასვლელად და დღეს ვიმყოფები კომპანია ამბოლში. თქვენთვის უკვე მე მგონი ნაცნობი ბოქსია, იმიტომ რომ ადრესი ვიყავით ერთხელაც. თურქეთში რომ მივიდიოდით, მაშინ დავაყენეთ აქ საბურავები თუ გახსოვთ. და კიდე ერთხელ მინდა კომპანია ამბოლს გადავუხადო მადლობა, იმიტომ რომ ამჯერადაც ჩვენ გვერდში დგას და ამჯერადაც ჩუქნიან პრადოსთვის საბურავებს. ხოლო თუ რა საბურავებია და რას ვაყენებთ, ეხლა მივალ და უფრო ახლოდან განახეთ. დამიჯერეთ, კაი რაღაცებს ვაყენებთ. ასე გამოიყურება ეს ამ ეტაპზე მანქანა. ჩვენ ძველი საბურავები, რომელიც ორ ნაწილად უნდა წავიღო, იმიტომ რომ ერთ ნაწილად კიდევ არ ჩაეტება შიგნით. და ასევე ბარემ აქვე განახებთ, ესე იგი მე ვიყიდე სპეციალური ბოლტები, რომელიც მიდის მეორე დისკებზე, რომელიც გუშინ განახებთ. ნახეთ.
ამის როგორი ბოლტები უყენია. ანუ ეს ბოლტები მიდის ქარხნულ დისკებზე. ამას არა აქვს მიმართულება. ეხლა განახებთ როგორი ბოლტები ჭირდება არასტანდარტულ ქარხნულ დისკს. აი ნახეთ, ანუ კონუსური არის, რომ ადგილზე კარგად მისვას ბოლტი. ანუ ესეთი ბოლტები ჭირდება ძირითადად aftermarket საბურავებს. ესა დისკებს. აი დავით ეხლა განახოთ ეს. აი ასე გამოიყურება ჩვენი ახალი დისკ საბურავები. საბურავები არის Maxxis-ი, RAS-ი, MT-ები, საკმაოდ კარგი საბურავია ისიც, ანუ კარგი ბრენდია. მე არ მყენებია Maxxis საბურავი, ვიღაცა ძალიან დიდი ხანი მინდა და ყოველთვის დამეყენებინა. შესაბამისად, ეხლა მაქვს საშუალება რომ დავაყენო. კიდევ ერთხელ მადლობა კომპანია Ambols ამისთვის. დავაყენებ, გავტესტავთ, ნახავთ. კვირა შეჯიბრია, ეხლა ეს ვიდეო როდის დაიდებოს არ ვიცი, მაგრამ კვირა შეჯიბრია და ამ საბურავებით გამოვდივართ და ნახოთ როგორ ივლის. MT-ა, წესი კარგად უნდა იაროს. ბარემ თუ ყიდვა მაინც შეჯიბრებზე უნდა გამოვიდე ხოლმე და MT მერჩია რომ დამეყენებინა, 33-იანი არის ზომაში. არ ვიცი ეხა სადმე მოედება თუ არ მოედება, მაგას ერთად ვნახავთ ჩვენ. თუ სადმე მოედო, ეხა 2 დღე მაქვს რომ ეგ რაღაცა წვირმანები მოვაგვარო, რომ შეჯიბრზე ისე გამოვიდე რომ არაფერს არ მოედოს. აი ეხა წავედი კიდე რაღაცეებს გადავიღებ, თან განახოთ ჩინი დრეები შეგიძლიათ იყიდოთ Ambols-ში და გავაგრძელებ მერე ჩემ მოგზაურობას. ზოგადად რო ვთქვათ, რისი კიდო შეგიძლიათ Ambols-ში. არის საბურავების საკმაოდ დიდი არჩევანი. ეს საბურავი მომწონს პირადად მე ძალიან და ადრე თუ გვიან კაი ზომა რო იქნება ვიყიდი. Toyos AT3 არის. არის ზეთები, აქეთ ამხარეს. ხოთე შორის BMW-ზე ვიყიდე ზეთი აქვს. Image ჯგუფის links ანუ აქვთ outlet ჯგუფი, მაგას ჩაგიგდებთ. შეგიძლიათ გაწევრიანეთ და რაღაცები იყიდება ხოლმე ძალიან კარგ ფასში და BMW-ისთვის ვიყიდე ზეთი BMW-ს ვიდეოშიც ვიძახი მაგას შელის ზეთი ვიყიდე. ეს ჩვენი სამურავი გაჩვენებლად. Maxxis-ები შემოიტანეს ეხლა რაც ძალიან კარგია, არჩევანს უკვე დაემატა. მაქვს ზამთრის საბურავები სტანდარტულად. აქსესუარები და აკუმულატორებიც არის კიდე იქიდან მხარეს. სანამ მე შეგიძლიათ ვიყიდე წერტი რაღაცებს, მაგრამ უკვე ესეთი ამბებია. აბა როგორ მოვუხდა მე თქვენ მიხარით. ჩვენი აზრით როგორი გამოვიდა? მე მგონი ძალიან ლამაზი გამოვიდა. ეს ჩემი დისკებია, რომელიც JX-ისთვის ჰქონდა ნაყიდი. სულ პირველი JX-ისთვის არც რანერზე დავაყენე, არც მეორე JX-ზე და ამას ყველაზე ძალიან ამას მოვუხდა მე მგონი. აი ეხა მოუჩებით მე წავალ კარგად გადავიღებ გარდა როგორი. ესე იგი ვიყავით Ambols-ში, როგორც უკვე ნახეთ კადრებით, დავაყენეთ საბურავები და ეხა არის პირველი გამოვლა, ანუ პირველი შტაბეჭდილებები. ჯერ მინდა თქვა, იმიტომ რომ მანქანა სასწაულად ზევით დადგა. იმასთან შედარებით მაგრა იგრძნობა რომ ზევით არის რა, ანუ კლინენსი რა თქმა უნდა მოუკაეზარდა, იმიტომ რომ ეყენა დაახლოებით 2 ინჩით პატარა ზომა. ეხა არის დაახლოებით 2 ინჩით დიდი ზომა. მოხვევის დროს იქ მადფლაპებია ეგრეთ წოდებული, პიროსად მე განახებთ მაგებს ეხა მოვხსნი მივარ გარაჟში, მაგებს ედება, ეგ ნორმალურია და მოსალოდნელი იყო, ეგ არაა პრობლემა. ხმა რა თქმა უნდა ხა გუდრიჩის ატესტთან შედარებით იგრძნობა, მაგრამ საკმაოდ იმ აგრესიის ფონზე, როგორი აგრესიული საბურავია, საკმაოდ ნორმალურია, ანუ მე მყენებია. იცით უკვე, ხო, ჩემი ისტორია ძალიან ბევრი MT მეყენა და სხვადასხვა მანქანებზე. ანუ არა აქვს ისეთი ხმა, რომ რაღაცა კატასტროფა ხდებოდეს. საკმაოდ ისეთი ნორმალური ხმა არის ჯერჯერობით, რასაც უყურებ. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო კომპანია Ambols ჩვენთან თანამშრომლობისთვის და მხარდაჭერისთვის. იმედი მაქვს შეჯიბრზე არ ვიცი როგორ მივიწვი ნახოთ ჯერ გასტესტია მანქანა როგორ დანარჩი იქნება იმედია კაიში ტექსტავდებთ ეგ უკვე შეჯიბრის სალგე ვიდეოში გამოჩნდება ეხლა რაც დარჩა ეს წვრილმანები რომ მოვაგვარო სადაც ედება ეგ უნდა მოვაგვარო გარედან კადრები ჩავსვავ და განახებთ როგორ ვიზუალზე დადგა ჩემი აზრით ძალიან მოუხდა აი სასწაული ვიზუალზე მე აი ამაზე კარგი ვიზუალზე ეს მანქანა არ ვიცი ნაკლებად წარმომედგინა მე ძალიან მომწონს
ეხა მივაკეთებ და საბოლოო შედეგს განახებთ როგორი გამოვა მე. იმეებს მოხსნება რემონტლაპებს და მე გადავიღებ გარედან კადრებს. თუმცა სად გარბის. პირველადი შეფასებით ძალიან ლამაზია. აი, წავედი აბატრობით. დით გარაჟში, ესე იგი აი ეს არის მოსახსნელი, აი ეხა ხედავთ კიდევაც როგორ ედება წინა მხარეს წესით არ სადავ უნდა ედებოდეს და არც ჩანს მოწვეთილი, იქით ამ მხარესაც იგივენაირად უნდა იყოს. აი ამას ედება, აი ხედავთ აქ კიდევაც და ნუ წინა მხარეს აი ეს უნდა მოხსნა, იმიტომ რომ იქით ამ მხარეს მაინც არ მაქვს და მანდ ედება. აი, წავედით ეხა უცები ზომაგებს. ერთი მხარე მოხსნილია. მოკლედ მოხსნა თუ გუნდათ როგორ არის, ესე იგი 4 ცალ ესეთ ბოლტზეა, ანუ სამარეზზე, 10-იანზე და 2 შპილი გაქვს, 1 შპილი გაქვს დარჩა შეგნით იყოს მანდ. დანარჩენი ბოლტებს ახლა დავაბრუნებ უკან დავუყენებ აქ. ესენი აქ ქვევით აღარ გვშინდება, მაგრამ მაინც გავუყრი. ვინაიდან რადგანაც არის საბოლტეებით ყველა რო არ გავაფუჭოთ. აი ესე გამოიყურება. ერთადერთი აქ შეიძლება მე რამის მიფარება, ეს ტალახი რო არ შევიდეს უაზროდ განიჭ, მაგრამ ეს პლასმასია და არ ვიცი, იდეაში არაფერს არ გავაფუჭებს რა მოკლედ. ეს არის სრულიად პლასმასი. აი, წავალ ახლა მეორე მხარესაც გავაკეთებ და ეგა. მეორე მხარე მოხსენი. ეხლა ხედავთ აქ რამხელა ადგილია, საკმაოდ ნორმალური ადგილი. ეხლა ოდნავ წამოვწევ რომ აი ნახო, ამას ხო არ ედება, აი ამას, თუმცა არ ამგონია რომ ანდედებოდეს. წინა მხარესაც მოხსენი და ადგილი რჩება ნორმალურად. აი, წავედი ხო ნახო. ანუ ხედავთ რა არ ედება. თუ ოდნავ მოედო იდეაში აი ამ ადგილის ესე ჩამოჭრა შეიძლება, მაგრამ არ ამგონია ჯერ დაჭით. ეხლა გავავლი შევხედავ და მაგის მიხედვით გეტყვით მე. ესე გამოიყურება მანქანა, ეს კადრებს ჩაგისვათ როგორია, ქართლის საქაა და თან ბარემ წავალთ და გადავიღებთ რაღაცა ძალიან მარტივ შეფასებას დიაგონალებზე, რომელი როგორ ავა, იქ რო ადგილზე მივას, მე გეტყვით ტრაქსის შედარება. ხო, მე გეტყვით იქ ადგილზე როგორ და რანაირად ავალთ. ეხლა განახებთ უბრალოდ როგორი გამოვიდა მანქანა. Mil. Ker. ეხლა ხო ნახე დამადაბლების გარეშე რამდენი იწოლა. ეხლა ვნახოთ დამადაბლები. ანუ ეგრეთ წოდებული პანი აი. მოვედით ქართლის მანქანით იგივე ადგილას. პირველიც და უნდა იყოს დამადაბლების გარეშე ცენტრალური ხედის ბლოკირების ჩართულით, როგორც პლატო და მერე დამადაბლებელი. აბა ნახოთ რომელიც ტრექშენი პატარა შედარება, მე დიდ შედარებას უფრო ის შემოგთავაზებთ. შეახორგე კაცოს დაჭდე მე მე არ დავაბრალო რამე. აი პირველი სიჩქარე თუ სადო არ ვიცი დეთი მივდივა. აზრი არ აქვს რაზატკას თუ ჩართავ თორე. ეთყობა რაზატკას სხვანაირად მუშაობს. არ ყოფნის ტრექშენი. ტრექშენი არ მუშაობს, კერდა სხვანაირად მუშაობს ტრექშენი რა. ანუ არა რას დათქი. დამადაბლებელი გასულა.
წარგინა ცადო. ლერცია. მე მგონი უფრო გაუჭირდა და რა ვიცი ცადე შენ. მე მგონია რომ უფრო გაუჭირდა. გაუჭირდა კი. ცადე აბა შენ მაინც ახლა პროფესიონალი ხარ ადამიანი. ტრენერი გამეთ. აბა ნახოთ ერთ შენ მანქანაზე რა სიტყვა. იგივე ადგილას. იგივე ადგილას უნდა სადოს ქართლოს იმ რა გინდა რა. ნახე, ღილაკს ვაწვევი. კარგი რა, ეს არ უნდა ეს დამატებითი სიდენის ისა მემორი და რაღაცა მაიმუნობები. თავარია აიარე ერთი თუ ამსვლელი ხარ. ჩემო მანქანამ როგორ აიარა, ნახეთ. მე როგორ ავიარი ქართლოსის მანქანით, ჩემი ყოფილი მანქანით. ნახეთ და ეხა ქართლოსი ცდის თვითონ რომ მე არ დავამბრავო შე რაღაცა ისეთ კენი ორივე რადიო და მანქანაო. წავედით. ყველაფერი ჩართულია, საჭირთან ქართლოს ნელა უნდა წახვიდე, ხა გიჟივით არაფრინდე. წავიდა. ნელა ადიოღონთ, ეგრეც არ გეჩქარება. აი, აბა წავიდა ქართლოსი. აი აქ გვიჭირს ყველაზე მეტად. აი, მაინც ადამიანმა მანქანა რო იცის. თავის ბიჭო, რეებს მაქვს ჩემი რაშო. ხო, რა ვთქვა? ჩემზე ბევრად კარგად ავიდა ნამდვილად. შემიძლია ეგ დავაფიქსირო. ეხა აქ ვიღაცები მოვლენ და იტყვიან რომ ეს რა ღმართია აქ ფიტით ავდივარ, რა ვიცი, ფეხით ავდივარ, იმით ავდივარ, ამით ავდივარ. ეგეთი მარტივი აღმართი არა, დაგიდებთ კოორდინატებს, მოდით ესეთ გამომშვალზე და ცადეთ. თუ ფიტით და ყველაფრით ახვალ და დააგდეთ მერე ვიდეო, ჩააგდეთ ჩვენ ჯგუფში მერე ვიდეო როგორ ახვალ და ჩამოხვალ და გადმოხვალ. წავედით ეხა საბურავის იგი მოუწია დილის 8 საათიდან იქ დგას ელოდება და ეხა მოუწია რიგი. ელო ბიჭო, რა ბაბანეჭის ამას კიდე, დაბაბანებულია. ჩამოჯიგო. დავჯდები და წავედით ეგრევე აღარ გადმოხვიდე. წავედით. აი ქართლოს იძახდა რომ მეტი გაზი ჭირდებაო და ნამდვილად გამოჩნდა რომ ქართლოს სასახლეში ბევრად უფრო ადვილად ავიდა ვიდრე ჩემასნოში და გზაში თუ არ დამამტროს და რა ვიცი უკან დამაბრუნოს მანქანასთან ჩემთვის კარგი იქნება და ნუ ქართლოსაც ალბათ კარგი იქნება. ხო, დანარჩენი კი ნახეთ ვიდეოში. ხა გავაგრძელებთ მე კიდე პარადოს მომზადების მეორე ნაწილს რაღაცეები დაგვრჩა კიდე ჟურნალები გასაკეთებელი. ესე იგი, რაც დამრჩა, ლიფტის მერე არის აი ეს, ამას ედება და ეხლა ეგ უნდა გავაფენო და შევწიო რამენაირად შიგნით. აი ზუსტად ეს ადგილი, ორივე მხარეს, იქითაც და აქითაც. კაი, დავიწყებ ეხლა აქეთ მხარით, აბა ნახოთ რა გამოვა. ეს გამოვიდა. წესით და რიგით ეხლა აქ არანაირად არ უნდა მოვედოს, გამოვილი, შევხედავ, თუ დასამატებელი იქნება, მე კიდე დავამატებ. ეხლა წავალ მეორე მხარესაც იგივეს გავაკეთებ. საჩინოებისთვის რა, აი ეს ამ ადგილს ვწევთ შიგნით. ეხლა მიუხედავად იმისა, რომ აქეთ არ ედება, მაინც პროფილაქტიკურად ცოტა მივწევ შიგნით, რომ მე არ გაგვაწვალოს და ამითი ეს საბურავების მიყენების ნაწილი მორჩება. დაგანახოთ. ესე გამოვიდა რა. მოკლედ რო ვთქვა, აღარ გააჩვენებს. თავის საქმეს გააკეთებს. თან ეხა ამ დამცავის მოხსნა ისაც არ მინდა, რა საქმეს საკეთებს, იმას კარგად გააკეთებს. ანუ ტალახისგან დაიცევ შიგნეულობას და საბურავს არ მოედება. მეტი არაფერი არ გვინდა. ამბავია, ამ ეტაპზე შეჯიბრისთვის მზად ვართ. საბურავი მივაყენეთ, გავტესტე. ვიარეკიდეს და მარტო იქით ამ ხარეს ისედებოდა, თუმცა უკიდურესად მოხევის შემთხვევაში ისე არ ცედებოდა. აგრესიულადაც ვიარე. დიაგონალებზეც გავტესტე, ნახეთ ვიდეოში და ნუ პრინციპში არ ვიცი რა, მეტი იდეაში ამას არაფერი არ უნდა. ერთადერთი ამ მანქანაზე დამრჩა მისაყენებელი. ეგრეთ წოდებული ეს როკ სლაიდერები და წინ დამცავები, ანუ ეგრეთ წოდებული ზაშიტნიკები. შეიძლება ეხა ეს მეორე ნაწილი მომზადების აქვე დავასრულო, იმიტომ რომ რაღაცები დამიგროვდა ბევრი, თბილა გაწელვას, იმიტომ რომ არ ვიცი როდის დამზადდება ეს როკ სლაიდერები და დამცავები. შესაბამისად, თუ აქვე დავასრულე, გემშვიდობებით, ყველას მადლობას გიხდით ყურებისთვის, ლაიქებისთვის, კომენტარებისთვის, კითხვების შემთხვევაში დაგვიკომენტარეთ. დავიცდები, რომ ყველა კითხვა საუნწირო პასუხი გაგცეთ. რაზეც პასუხს ვერ გაგცეთ, ჩვენთან ჯგუფში გადმოდით და იქ შეგვიძლიათ გავშალოთ ხოლმე თემა. და ასევე ყველას ვთხოვთ, რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი. ეს არის საკმაოდ მნიშვნელოვანი ჩვენთვის, რომ შევძლოთ განვითარება და სულ უფრო კარგი კონტენტის შემოთავაზება.